ასკეზა. ალბათ ეს სიტყვა ხშირად გსმენიათ და როგორ შეიძლება რომ გამოიყენოთ ის თქვენი ცხოვრების შესაძლებლად როგორც ინსტრუმენტი, თუმცა რა თქმა უნდა არაფრის ესე ვთქვათ, არაფრის ანუ ასკეზის იმედადაც უნდა რჩებით მხოლოდ, არ იგულისხმება რომ მხოლოდ ასკეზა შეცვლოს თქვენ ცხოვრებას, თუმცა ის არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი და მისი დაპრაქტიკება ნამდვილად ღირს. თუნდაც იმისთვის, რომ თქვენ ისწავლოთ თქვენი დოფამინის მართვა. რა იგულისხმება ამაში და საერთოდ ზოგადად ასკეზას რა შემთხვევაში მიმართავენ ადამიანები. ასკეზა შეიძლება დაიწყო, მოდი ჯერ განვმარტოთ, ხო, რას ნიშნავს. მე პირადად ასე დავარქვი ასკეზას, რომ ეს არის გაუცვალე სამყაროს შენი სურვილი, ესე ვთქვათ, ანუ ოკეი, ნუ ის რაც გინდა რომ მიიღო, მოკლედ რომ ვთქვათ, იმის საფასურად შენ თვითონ დაუწესო შენს თავს ასკეზა. რაიმეში, ესე ვთქვათ, შეზღუდვა. რა ტიპის შეიძლება იყოს ეს შეზღუდვა? ეს შეიძლება იყოს თუ დავშვ მაგალითად ჩემს ერთ-ერთ კლიენტს დაწყებული აქვს ასკეზა, მან უარი თქვა ყავის დალევაზე. ანუ, როდესაც ჩვენ განვიხილავდით, რომ რა მიზნისთვის უნდოდა ასკეზის დაწყება, მან თქვა, რომ მის შვილს ჰქონდა რაღაცა ისეთი პერიოდი, დასრულ შვილს პერიოდი უდგას ცხოვრებაში, რომელსაც ვერ ლახავს და რაღაც ვერ აგვარებს და როგორც დედა განიცდიდა და მკითხა, რომ რა შეიძლება მე გავაკეთო ასეთ შემთხვევაში, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ არ გვაქვს უფლება მიუხედავად იმისა, რომ მშობლები შეიძლება ვართ, სხვის ცხოვრებაში ესე პირდაპირ სწორხაზოვნად ჩარევის, თუნდაც შვილის არა გვაქვს, ეკოლოგიური არ არის, მოკლედ რომ ვთქვათ, და შესაბამისად მან თქვა, რომ მე ვკითხე, რომ რამდენად ღირებულია ეს შენთვის, აი ეს სურვილი, ესე ვთქვათ, შენი შვილის საკითხი, რომ გადაიჭრას, რა დონეზე არის მნიშვნელოვანი, ზუსტად იმ მნიშვნელოვნების ტოლფასი ასკეზა უნდა დაიწყო. და მან თქვა, რომ მე აი თითქმის არ შემიძლია ყავის გარეშეო რა. და ანალოგიურად მძაფრად დგას ეხლა ჩემი შვილის სიტუაცია ჩემთვის ცხოვრებაშიო და მე მზად ვარ რომ დავთმო, ესე ვთქვათ, და აღარ დავლიო ყავა რაღაც განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში. თუმცა იყო ერთი ნიუანსი, რომელიც მან არ გაითვალისწინა და გირჩევთ თქვენ რომ გაითვალისწინოთ, რომ ასკეზის აღების დროს მნიშვნელოვანია რომ თავიდან ცოტა ხანი დააპრაქტიკოთ, 3 დღიანი პრაქტიკა გააკეთოთ, 7 დღიანი, 10 დღიანი, ანუ რაღაცა პატარა რაღაც ისეთზე თქვათ უარი პატარ-პატარებზე და ამითი შექმნათ, ესე ვთქვათ, თქვენს თავში გამოიმუშაოთ უნარი და დაინახოთ როგორ შეიძლება ამან იმუშაოს და თქვენ ესე ვთქვათ, თქვენი თავი დაინახოთ ასკეზაში. არ სამწუხაროდ არ გაითვალისწინა ჩემი ეს რჩევა და მან ეს ასკეზა აიღო 1 წლით. თან ეს იყო პირველი ასკეზა და თავიდანვე 1 წლით. როდესაც მან უკვე ეს ფაქტი მითხრა უკვე რომ მე ხო ალბათ აქ კითხვა გაისმება რომ რას ნიშნავს სადმე ისა ხელმოწერას ვაკეთებ რაიმე იმას ვდებ დაუშვათ ღმერთთან და სამყაროსთან მოლაპარაკებაზე ვაწერ ხელს რომ მე თუ ამას გავაკეთებ შენ ამას შემისრულებ. არა, ეს ასე არ ხდება. შეგიძლიათ რა თქმა უნდა სიტყვიერად ან გონებაში თუნდაც ჩუმად წარმოთქვათ რომ აი მე მზად ვარ, აი ეს გავიღო ჩემი მხრიდან იმისათვის რომ მივიღო აი ეს. და ამ შემთხვევაში ოღონდ მნიშვნელოვანია რომ ის რომ ამ ადამიანმა თქვა ეგრევე რომ მე 1 წელიწადი მზად ვარ რომ ყავა არ დავლიო და ამ დროს ნახეთ რა მოხდა. გასული არის სადღაც ალბათ 1 თვე, თუ არ ვცდები, შეიძლება ცოტა მეტიც და ის ადამიანი მირეკავს და მეუბნება, რომ ის საკითხი, რომლისთვისაც დაიწყო ასკეზა, მოგვარდა უკვე. ყოველ შემთხვევაში პირველი ნაბიჯი ისეთი ქმედითი გადაიდგა, რამაც უნდა
მოტანოს ის რეზულტატები მის შვილის ცხოვრებაში, რაც გამოიწვევს, ესე ვთქვათ, მის წინსვლას და მოგვარებას იმ საკითხის და აქ და ნახეთ რა მოხდა. ამ მომენტში შეიძლება რომ ადამიანმა დაკარგოს мотиваცია. იმიტომ რომ თითქოს ის რისთვისაც ჩაუთქვა და ერთი წელიწადი თან და უკვე სანახევროდ მაინც ასრულდა. და ეგრევე თითქოს კარგავს ადამიანი რომ აი უკვე რო ასრულდა ეხლა როგორია რომ ერთი წელიწადი უნდა მე ეს დავიცვა. და სწორედ ამიტომ არ ვურჩევ ხოლმე ჩემს კლიენტებს რომ ეგრევე ერთწლიანი და სიცოცხლის ბოლომდე იყო ეგეთი შემთხვევებიც, როდესაც ერთმა ადამიანმა ხორცზე თქვა იმდენად მნიშვნელოვანი საკითხის მოგვარება უნდოდა და ეს არ გამოდგა რა თქმა უნდა იმ თვალსაზრისით კი სრული აუსრულდა. ოღონდ ნახეთ ამ შემთხვევაში ჯანმრთელობას ავნო, იმიტომ რომ მთელი ცხოვრება ხორცს არ აჭამს და ის ვერ მიაქცია ყურადღება რომ მაშინ ცილები სხვა მხრიდან უნდა აეღო. მოკლედ რო ვთქვათ, მეგობრებო, ასკეზა ძალიან კარგი ინსტრუმენტია თუ სწორად გამოვიყენებთ, ოღონდ მხოლოდ მაგ შემთხვევაში. და არ უნდა ჩავთვალოთ, აი არ უნდა იყოს ეს თითქოს იმის ინსტრუმენტი, რომ აი მე რომ ამას ვაკეთებ, მარტო აი ამითი მივიღებ იმ ჩემს სასურველ ცხოვრებას თუ რაღაც მოვლენას ჩემს ცხოვრებაში. ეხლა ნახეთ რა ხდება მთავარი. ის რის გამოც თქვენ ასკეზას იწყებთ, ფოკუსი რა თქმა უნდა თქვენი გადმოდის იმ სურვილის ასრულებაზე. ანუ ყოველ ჯერზე, როდესაც იმ ადამიანს დავუშვათ ყავა მოუნდება, ყოველ ჯერზე გაახსენდება ის სურვილი, რაში ჩაიდება ის ენერგია ყავის არ დალევის. მიხვდით? ანუ ფაქტურად ფოკუსი სწორდება უკვე ერთ ესეთ მიზანზე გლობალურად და თქვენ დაუნებურად იწყებთ იმ თქვენი სურვილის იმ ენერგიით გამოკვებას, რაც არის ასკეზის ენერგია. მეც მქონდა სხვათა შორის პირველი ასკეზა და რომელიც დავაპრაქტიკე იყო 20-ში, ეს იყო ერთწლიანი ტკბილეულის არჭამა. ანუ მეც გავცვალე სურვილი, ძალიან ისეთი გლობალური სურვილი და თქვი რომ მე არ შევჭამ არაფერს, რაშიც არის ხილული შაქარი, ოღონდ. ანუ რაშიც ნამდვილად ვიცი რომ ესე ვთქვათ შაქარია გაკეთებული, ჩამატებული და თავიდან როდესაც იწყებთ ასკეზას, განსაკუთრებულად შეიძლება იყოს რთული პირველი ალბათ ერთი კვირა, 3 დღე ყველა ვარიანტში, მე ერთი კვირა, 10 დღე და ნუ 2 კვირის შემდეგ უკვე ძალიან ლაითდება ყველაფერი, იმიტომ რომ ნახეთ, ოღონდ ერთი რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც უნდა გავითვალისწინოთ, რომ თუ მე ნახეთ ყავას რომ სვავდა ის ადამიანი, ან მე რომ ტკბილეულის ჭამის რიტუალი მქონდა, ხო? და სწრაფი დოფამინი. სასურველია რომ წინასწარ მოიფიქროთ ამას რითი ჩაანაცვლებთ. ანუ სიცარიელეს ნუ დატოვებთ იმ ადგილას და ნუ მისცემთ ესე ვთქვათ თქვენს თავს აი ამ სიცარიელის განცდას, იმიტომ რომ უფრო ადვილად ჩაივლის ასკეზა და ქოცნობერი უფრო ადვილად გამოკვებათ. მაგალითად ამ მომენტში რა შეიძლება მოიფიქრო? დაუშვათ ეუბნებ შესთავს რომ ყავას რა სიამოვნებაც მოქონდა ჩემს ცხოვრებაში ან ტკბილეულს, ხო? მოდი ამას რაღაცა მსგავსი სასიამოვნოთ, ის რაც მე მსიამოვნებ ჩავანაცვლებ. თუ ეს არის ჩემთვის ჩემს საყვარელ მეგობართან ერთად საუბარი, ვურეკავ იმ დროს, როდესაც ყავის მოთხოვნა გამიჩნდება ან ტკბილეულის და ვესაუბრები, თუ ეს არის ჩემთვის რაღაცა სასიამოვნო მუსიკის მოსმენა, ვუსმენი მუსიკას, ან უბრალოდ თუ მე მსიამოვნებ სეირნობა, მე იმ მომენტში მივდივარ სასეირნოდ. მოკლედ, თუ გინდათ რომ ასკეზა გაგიადვილდეთ, ცარიელ ადგილს სიცარიელს ნუ დატოვებთ და ის წინასწარ მოიფიქრეთ იმ დროს, როდესაც მწველი სურვილი შეგაწუხებთ, რომ ან ყავა დალიოთ, ან ტკბილი მიირთვათ, ან რაღაცა სხვა გააკეთოთ, აი ამ მომენტისთვის უნდა გქონდეთ გათვლილი რა შეიძლება შესთავაზოთ თქვენს თავს ისეთი, რაც მოგიტანთ ასევე დოფამინს.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ალბათ არის ის, რომ განსაკუთრებით რომელი ასკეზა უჭირთ ადამიანებს. ხო, ვიტყვი იმას, რომ მე ის ერთწლიანი ასკეზა დავასრულე და ისე მოხდა, რომ იმის გარდა რომ ძალიან ბევრი ბენეფიტები მომიტანა, გამოჯამთელება და რა ვიცი, წონაზე ხო აღარ ვსაუბრობ, ძალიან კარგი შედეგები. ამის გარდა ნახეთ როგორ მოხდა ერთი წელი, რომელიც მე მქონდა დათქმული ამ ასკეზის ვადად, ის ერთი წელიწადი რომ გავიდა, ფაქტიურად დეკემბერში გავიდა ის ვადა და იანვარში ასრულდა ის რის გამოც მე ასკეზა დავიწყე. ხომ შეიძლება მე მეფიქრა რომ ასკეზა არ მუშაობს. და აი დეკემბერში რომ დავასრულე, რატომ არ ამიხდა იმ ერთი წლის განმავლობაში. საკმაოდ დიდი პროექტი იყო, სხვათა შორის, ის სურვილი, რაშიც მე გავცვალე. ამიტომ ასე არ მიუდგეთ, შესაძლოა იმ ჩემი კლიენტივით ორ თვეში აგიხდეთ ის, რის გამოც თქვენ ასკეზა დაიწყეთ და შესაძლოა ცოტა მეტი ხანი დაჭირდეს. ოღონდ თქვენ ყველა შემთხვევაში უნდა შეეცადოთ, რომ ის ასკეზა ბოლომდე მიიყვანოთ. არ არის საჭირო ძალიან ისეთი იმების მიწერა ამ ასკეზისთვის, რომ ვაიმე, ეხლა რომ მე დავარღვიე, ვაიმე, ხوار დავისჯები, სამყაროს ღმერთის, რა ვიცი, რაღაც იმების ხრიდა ხوار. ასე მიუდგებით. გასაგებია, რომ ჩვენ ხო გვინდა რომ ზოგადად გავაკეთოთ ყველაფერი, მაგრამ თუ ასე დანაშაული იმას აიკიდებთ, მაგალითად ერთ-ერთი ყველაზე რთული შესასრულებელი ჩემ კლიენტებშიც და ჩემთვისაც სხვათა შორის არის სოციალური ქსელებისგან დეტოქსი და ასკეზა. ანუ როდესაც ერთ-ერთმა ჩემმა კლიენტმა თქვა, რომ ყველაზე ძალიან, ანუ ის სურვილი ძალიან ღირებული იყო და რაც ყველაზე მეტად გამიჭირდებაო, თქვა, არის სოციალური ქსელებისგან თავის შეკავება. და მაშინ ჩვენ მოვიფიქრეთ ასკეზის ესეთი ფორმა, რომ თავიდან ყოველ შემთხვევაში დაეტესტა, დაეპრაქტიკებინა, ვკითხე რომ ყველაზე მეტად როდის გიჭირს მეთქი ეს და მითხრა რომ აი დაძინებამდე, ანუ დაახლოებით 10 საათზე, განსაკუთრებით ძილის წინ მიყვარს სკროლვა სოციალურ ქსელებში, ბოდიალი ესე ვთქვათ და მითხრა რომ ყველაზე მეტად მაგ პერიოდში, ანუ თითქოს დაძინების რიტუალი მაქვსო. და მაშინ მან თქვა რომ მოდი მე დავთქმობ ამ ჩემს რიტუალს და საღამოს 10 საათის შემდეგ მე აღარ შევალ სოციალურ ქსელებში. და მე ვურჩიე რომ ეს დაეპრაქტიკებინა ჯერ 3 დღე, შემდეგ 7 დღე და შემდეგ 10 დღე. როდესაც გავიდა 3 დღე და მან თქვა რომ ოკეი იყო, კი გაუჭირდა, მაგრამ გამოუვიდა, შემდეგ გააგრძელა 7 დღემდე და შემდეგ გააგრძელა 10 დღემდე. მან რო გითხრათ სიმართლე, ყველაზე მთავარი ისინი გადალახა უკვე, იმიტომ რომ 10 დღის მერე და 2 კვირის შემდეგ გაცილებით ადვილია უკვე ამ ყველაფრის გაკეთება და რა ხდება ამ დროს თქვენს ცხოვრებაში თავისუფლდება, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი რესურსი, რაც არის დრო და ყურადღება და თქვენ ამ დროს და ყურადღების ინვესტიციას იწყებთ სხვა საქმიანობებში ან სხვა მოვლენებში, რაც თავისთავად და თუნდაც იმ მიზნის მიღწევაში, რომლის გამოც დაიწყეთ ასკეზა და ეს ხდება ძალიან სერიოზული დამხმარე ინსტრუმენტი. კიდევ რა არის საჭირო რომ გავითვალისწინოთ, ამის შესახებ აუცილებლად გავაგრძელებ საუბარს და ეს არის ჩემი პოდკასტი ნომერი 25 და დიახ, აი ესეთი ყოჩაღები ვართ, აი ესეთი ძალიან მიზანდასახულები ვართ და უკვე 25 პოდკასტს წერთ მონტაჟის გარეშე. მოგვილოცეთ.
არსებობს ასკეზის სხვადასხვა ფორმები, შეიძლება თქვენ რომელიმე გეცნოთ, ან უკვე დაგიპრაქტიკებიათ, თუმცა ადამიანები ინდივიდუალურად ირჩევენ ხოლმე ასკეზის ფორმებს. მაგალითად, ეს შესაძლოა იყოს ინტერვალური შიმშილი, ინტენსიური ვარჯიში, სტილის მინიმალიზმი, მაგალითად, ასკეზაში შეიძლება იყოს, რომ მე ერთი კვირის განმავლობაში არ ვცვლი ტანსაცმელს, ანუ ერთი და იგივე ლუკი მაცვია და ეს შეიძლება იყოს თქვენი ასკეზა. ინფორმაციული დიეტა, ასევე ესეც რა თქმა უნდა იქნება და ყველაზე რთულად, ერთ-ერთი ყველაზე რთულად შესასრულებელი ალბათ არის სწორედ ეს, რადგანაც სოციალური ქსელები მუდმივად გვაიძულებს ჩვენი კულისები სხვის საზეიმო სცენას შევადაროთ. რა ხდება ამ ასკეზის დროს, როდესაც ჩვენ სოციალური ქსელებისგან ნებაყოფლობით ვამბობთ უარს სოციალური ქსელების გამოყენებაზე. ასკეზის პერიოდში ქრება ქვეცნობიერი წნეხები, რომ სადღაც ვიღაც ჩვენზე უკეთესად ერთობა, ჭამს ან მოგზაურობს. ეს არის დაბრუნება საკუთარ რეალობაში, რაც პიროვნულის ზრდისთვის განსაკუთრებულად აუცილებელი პირობაა. ასევე შეგიძლია დააპრაქტიკოთ სხვადასხვა სირთულის ასკეზა, მაგალითად, ერთ-ერთი მსუბუქი არის, მაგალითად, შაბათ-კვირის ასკეზა, როდესაც შაბათ-კვირას ამბობთ უარს ტელეფონის გამოყენებაზე და ხშირად ყოფილა შემთხვევები, როდესაც ადამიანებს უყიდიათ სპეციალურად ამ ასკეზის შესასრულებლად ტელეფონი, რომელსაც არ აქვს სოციალური ქსელების ჩართვის ფუნქცია და მხოლოდ ნომერზე ყოფილან, ესე ვთქვათ, კავშირზე იმ ადამიანებთან, ვისთვისაც მნიშვნელოვანი იყო. ამასაც რა თქმა უნდა მოაქვს ძალიან კარგი შედეგები, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ თუნდაც თვეში, წარმოიდგინეთ, თუ ყოველ შაბათ-კვირას ამას დააპრაქტიკებთ, გამოგივიოთ, რომ თქვენ თვეში 8 დღეს იცავთ ასკეზას, ეს შაბათ-კვირები, რომელიც აუცილებლად აისახება თქვენი გუნება-განწყობის ამაღლებაზე და რა თქმა უნდა, ცხოვრების ხარისხის აწევაზეც. ძალიან ბევრი ვისაუბრეთ ასკეზაზე, თუმცა მინდა იცოდეთ, რომ მე აქ არ ვარ იმისთვის, რომ თქვენ გასწავლოთ, როგორ გახდეთ სრულყოფილები. მე აქ ვარ იმისთვის, რომ გითხრათ, რომ ჩვენი ყურადღება ძვირფასია და ის ჩვენს ხელშია. საითკენ მივმართავ ჩვენს ყურადღებას, ეს ჩვენი გადასაწყვეტია. ხვალიდან მეც თქვენთან ერთად ვიწყებ ერთ პატარა ასკეზას და გზადაგზა გაგიზიარებთ ჩემს განცდებსაც და ემოციებსაც ამ ასკეზის შესრულების პროცესში და თუ თქვენც შემომიერთებით და რაიმე ასკეზას დაიწყებთ, გაითვალისწინეთ, რომ თუ რაიმე დაგჭირდებათ, მეც აქ ვარ და ერთად გაცილებით უფრო ადვილად გამოგვივა ასკეზაც და ნებისმიერი სხვა ინსტრუმენტის დაპრაქტიკებაც, რომელიც დაგვეხმარება ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლაში. და გახსოვთ ალბათ ხომ, რა არის ჩვენი მთავარი მიზანი და ეს არის ფრაზა იცხოვრე შენი ბედნიერი ცხოვრება.